შეხვედრა თურქმენეთში. დიდი რეზონანსი და ისტერიკა მოყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამგზავრებას თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეის აღსანიშნავად იმართება. სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ფორუმს თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის, საქართველოს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. ხოლო შეხვედრის ბოლოს პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული საერთო ფოტოც გადაიღეს, სადაც ვლადიმერ პუტინი და ირაკლი კობახიძე ერთ კადრში მოხვდნენ. რა თქმა უნდა, ეს მომენტი არ გამომპარვია ეგრეთ წოდებულ მედასავლეთ ოპოზიციას და ფერმხტალის სახეებით ეცადნენ აეყორებინათ აჟიოტაჟი საზოგადოებაში. მაგრამ როგორც BBC-ს შეკვეთილი სიუჟეტიდან ვერ გამოძერწეს ვერაფერი, ისე ჩაუვარდათ ამ შემთხვევაში კობზი ნაცარში, რადგან საზოგადოება უკვე გაგებით და ობიექტურად ეკიდება ამა თუ იმ მოვლენას. მე კი ვფიქრობ, რომ დროა უკვე ორივე მხარემ წერტილი დაუსვას გაბუთვის პოლიტიკას. არ შეიძლება ორი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერები აწლეულობის განმავლობაში იყვნენ დუმილის რეჟიმში და მხოლოდ ფორუმებზე ფოტოებით შემოიფარგლებოდეს მათი ურთიერთობა. დროა ორი ქვეყნის ლიდერები ერთი მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდნენ და განიხილავდნენ იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ წინაშე დგას, სავაჭრო სისტემის უფრო გამარტივებას, რეგიონის უსაფრთხოებას და იმ მტკივნეულ თემებს, რაც შეეხება დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად ითხოვს და დაწერს იმას, რომ აი მოდი ჯერ ჯარები გაიყვანოს, ტერიტორიები გადმოგცეს და მერე ვისაუბროთ დიალოგზე. გეთანხმებით, რა ჯობია ერთი ხელის მოსმით, რომ რეგულირდებოდეს ამდენი წლის წინ წამოწყებული ეთნიკური კონფლიქტები. თუნდაც რომ ეს ხდებოდეს, ამისთვის მაინც საჭიროა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომლის ჯიბეშიც ინახება ის ოქროს გასაღები, რომელსაც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებს ხან ამერიკაში, ხან კი ევროპაში. არ არსებობს ტერი მუდმივი და ამის მაგალითი კი თურქეთ-სომხეთი, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანი, რომლებიც ერთმანეთს გენოციდში დებენ მრავლს, თუმცა დღეს მათი ლიდერები ერთმანეთში პირისპირ საუბრობენ მოლაპარაკებების მაგიდაზე. ხოლო შედეგი კი ის გახლავთ, რომ სომხეთი ნელ-ნელა გამოდის იზოლირებული ზონიდან და მეზობელი სახელმწიფოებთან ერთად უერთდება მსოფლიო ეკონომიკურ ზონას. იღებს ტრანზიტული ქვეყნის სტატუსს, რაც მისი ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ჩვენ შემთხვევაშიც გამოინახება საერთო ენა და ორივე მხარე წავა კომპრომისზე, რაც საფუძველს მისცემს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას.